57 ბრძანებულებით. იგი ცვლის საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილ მოსამართლე ბატონ თამაზ საბუთაშვილს, რომელსაც 2021 წლის 25 ივლისს ამოეწურა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის 10 წლიანი უფლებამოსილების ვადა. საკონსტიტუციო სასამართლოს სახელით მინდა მას მადლობა გადაუხადო გაწეული საქმიანობისათვის და უსურველი აღმოსავლეთ შეძლებული წარმატებები. ამასთან ულოცავ და წარმატებებს უსურვებს საკონსტიტუციო სასამართლოს ახალ წევრს ბატონ გიორგი ფედორაშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებაში. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობა გამორჩეული პატივი და ამასთან ერთად პასუხისმგებლობაა ჩვენი სამართლის. ჩვენ როგორც საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოს წარმომადგენლებს შეეძლოთ ნეგატიურ კანონებს აქ გვაქვს შექმნილი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რიგული გადაწყვეტილება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნის სამართლებრივ განვითარებაზე. იგი აკუთვნებს კონსტიტუციური წესრიგისა და ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებს. ქვეყნის უზენაესი სამართლებრივი აქტის კონსტიტუციის განმარტება მოითხოვს გამორჩეულ სოფლასა და პროფესიულ კვალიფიკაციას, პრინციპულობას, ადამიანის უფლებების დაცვას და მათი მნიშვნელობის ყოფილად გააზრებას. კიდევ ერთხელ უცხოელად ულოცავ ბატონ გიორგის საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე განცდებას და უსურვებს წარმატებებს თავის საქმიანობაში. ბატონ გიორგის აქვს მდიდარი აკადემიური და პროფესიული გამოცდილება. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, 2013 წლიდან ეწევა სამეცნიერო პედაგოგიურ საქმიანობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, ასევე კითხულობდა ლექციებს კავკასიის უნივერსიტეტში, არის სამართლის დოქტორი იურიდიულ ფაკულტეტის ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორი იურიდიულ ფაკულტეტის საკონსტიტუციო სამართლის მიმართულებით და სადისერტაციო საბჭოს წევრი. მიხავს სასწავლო კურსები ბაკალავრიატის და მაგისტრატურის საფუძველზე კონსტიტუციურ სამართალში. მას საკონსტიტუციო სამართლის საკითხებზე განყოფილებული აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები, არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომით, ის რეცენზენტი, მონოგრაფიისა და სახელმძღვანელოსთან დაახლოებით. ამასთან ბატონ გიორგი ორ ასწლეულზე მეტია ეწევა პროფესიულ საქმიანობას პრაქტიკული სამართლის სფეროში. 2015 წლიდან 2021 წლამდე მას ეკავა საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსის მოადგილეობის თანამდებობა და იყო საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელი ევროპის საბჭოს ფულის გათხრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა და შეფასებელ რჩეულს ექსპერტთა კომიტეტში. ჯერა რომ ბატონ გიორგი საკუთარ ცოდნასა და პროფესიონალიზმს მაქსიმალურად გამოიყენებს კონსტიტუციური კონტროლის ეფექტიანად განხორციელების პროცესში. კიდევ ერთხელ დილოცავ ბატონ გიორგი და ისურვებ წარმატებებს. ახლა კი თქვენი რეგლამენტი ბატონ გიორგი ფედორაშვილს ვიცნობ ტრიბუნასთან იმისათვის, რომ მან საზეიმოდ წარმოთქვას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ფიცი, რათა სრულყოფილად შეუდგეს კონსტიტუცійთა და ორგანული კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების განხორციელებას. ხო, ბატონ გიორგი, მოგწადეთ. ისადა ეს ინაშფიცო, ეკოცენტრიზია და აბასულოს საკონსტიტუციო სამართლის მოვარეობა და მისი აბსოლუტებისას დავემორჩილოთ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციას, არავის და არაფერს სხვას გარდა საქართველოს კონსტიტუციას. მაშინ თქვენს ნებართვით მე დავამტევ საზეიმო ცერემონიალს. გათვალისწინებულია სიტყვით პროფესიული გამოსვლები. ბატონი კახაბე მინჯავას საქართველოს პარლამენტის დამხმარეს ხო ბატონ გიორგის ილოცოს საკონსტიტუციოს სამართლის მოგესალმებით. ეს საკონსტიტუციო სასამართლოს დამხმარეს უზენაესი
წარმომადგენლებს განმავლობას საბჭოს თავმჯდომარეს რატომ მოგესალმებით თქვენ საქართველოს სამართლის მოსამართლეებს თანამშრომლებს და სტუდენტებს ძალიან წარმოგიდგენთ. ბატონო გიორგი, მინდა მოგიოს საქართველოს სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა ჩემთვის როგორც პარლამენტის თავმჯდომარესთვის და ამავდროულად როგორც ძალიან დიდი პატივია დღეს მოვმართოთ ამ ტრიბუნიდან. Arțunătul lor, soluția la mulțumire profesionalism, aveți garantia imșor, președintele de la Consiliul, am muncit-o la sacramentul vostru, hai să trebuie să valorificăm, să arțunătul lor, soluția, stăm să samătul de siguranță, pentru că social samătănța fost generos. Da, también samătul avea televis, uzurul pisacul și polizacul controls. სწორად წარმატებები კავშირშია სახელმწიფოს მმართველობის სტაბილურობის განმტკიცებისა. საკონსტიტუციო რეფორმები, რომლის შედეგად სახელმწიფო საპარლამენტო დემოკრატიის ევროპის სტანდარტებზე დაფუძნებული ქვეყნის ძირითადი კანონი და ახალი სტანდარტები საკონსტიტუციო სასამართლოს უზრუნველყოფს კონსტიტუციის დადგენილ პრინციპებს და ნორმების საკანონმდებლო დაცვას. ეს არის ძალიან დიდი პატივი და პასუხისმგებლობა ქვეყნისა და ყოველი მოქალაქის წინაშე. Iarăși, produsele de producție, pe măsură ce țara mea devas, am dat structura țara și structura țara și producție. Didi mă cu baba, pentru că acum tot este văzut situația în care se calculă nivelul cadaghițe, să calculă scuzele să se mai jos la ușor, să pot la მოგესალმებით კიდევ ერთხელ მე რაში გაწევთ დასწრელი სიტყვით 15 წელი მექნება საერთოდ ჩემი სიტყვა მოგადვირთ სასამართლოს გადაწყვეტილებების მეშვეობით და მე პირველში მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს და საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობისათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრობის თავმჯდომარეს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაეს საბჭოს თავმჯდომარეს პრეზიდენტის ცერემონიას დასაწყისათვის მე მინდა ვისაუბროთ შემდგომი და მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, რომლის გადაწყვეტილებითაც მოხდა ჩემი გამწესება საქართველოს სამართლის სასამართლოს
პოზიციაზე და მომეცა შესაძლებლობა ემსახუროს კონსტიტუციური კვლევის თავისუფლების უზრუნველყოფის საკუთარი საფათიო და საფასურის მიღებულ მისიას. მე იმედს გამოვიყავ, რომ ჩემ მუზეუმის წვლილი საქართველოს კონსტიტუციური მართლმსაჯულების განვითარების საქმეში და მაღალი სტანდარტის შენარჩუნებაში, რომელიც საქართველოს სასამართლოს გააჩნია უკანასკნელი წლების მანძილზე დემოკრატიის სადარაჯოზე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა ბატონო გიორგი. მე მინდა კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო სტუმრებს, როგორც თბილისიდან, ასევე აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც მოგზაურდნენ დღევანდელ მიწის დადების ცერემონიაზე. ასევე კიდევ ერთხელ მინდა დიდი წარმატებები უსურვო ბატონ გიორგი თეოდორაშვილს, რომელიც ოფიციალურად მიწის დადების მომენტიდან შეუდგა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელებას და ეს უფლებამოსილი არის უკვე დღეიდან თვალიდან მონაწილეობა მიიღოს საკონსტიტუციო საქმეების დამყარებაში და სხვადასხვა წარმატებები ბატონო გიორგი, ასევე წარმატებები მინდა უსურვო საკონსტიტუციო სასამართლოს თავის მომავალ საქმიანობაში და ასევე წარმატებები უსურვო ჩვენს ქვეყანას საქართველოს მისი ხელისუფლების ორგანოს, საკანონმდებლო ხელისუფლებას, ხელისუფლებას. მე ამით დღევანდელ საზეიმო ცერემონიალს მიწის დადებასთან დაკავშირებით დაახლოებით ვაცხადებ. დიდი მადლობა ყველას, ვინც მომწონს გავაზრდებაზე, მათ შორის დიდი მადლობა ჟურნალისტებს. Button gafet, თქვენთან გვაქვს კითხვები. გახებუჭა ვაკეთებს თუნდაც პარლამენტის სამართლებრივად თქვენ მოისმენთ მიწის დადების ცერემონია, რომელიც გაიმართა საკონსტიტუციო სასამართლოში. Radwar. აწილობრივ არ ასრულებს საქართველოს საქართველოს არ ასრულებს ასევე კრიტიკული არ თქვენ როგორ ხედავთ პოლიტიკური კრიზისის დაძლევას ქვეყანაში? რაც შეეხება თქვენ როგორც კომენტარები რაც არის ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს პერიოდი, როდესაც მიდიოდა შალმიშელის დოკუმენტის შესრულებაზე საუბარი, ყოველთვის იყო რამდენად შესრულდა თუ არ შესრულდა, ესა თუ ის არის ერთი მოსაზრება ერთ მხარეს რომ შესრულდა, მეორე მხარეს რომ არ შესრულდა. საჭირო არის ამასთან დაკავშირებით მომენტი კონსულტაცია განიმართოს, საბოლოოდ გახდეს ცნობილი რეალურად მოსახლეობისთვის, რამდენად სწორია თუ არა ესა თუ ის შეფასებები, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ შალმიშელის დოკუმენტში აღნიშნული მოთხოვნები მოსამართლეების დანიშნამდე უკვე ასახულია საკანონმდებლო სივრცეში. ეს არის რეალობა. რატო არ იყო დავე ყოველთვის შეთანხმება რომ არ უნდა დანიშნული იყოს მოსამართლეები ბატონო გახა? არა, ოპოზიცია ბევრ ამას ამბობს, მაგრამ დამეთანხმდა ბევრ ამას არ დაიჭირა. ანუ რა არის ერთი წამი შეიძლება დავაკეთო. რა თქმა უნდა. ხონა იქნება კითხვა დამჭირდა ნაცადი. პასუხი და მე სხვა კითხვას დავაკეთო. არ ყოფილა არანაირი ვიზიტი დაგეგმილი, ამიტომ უარი ვერ იქნებოდა შესაბამისად ტყუილი არის აპერირება, რომ რამე გაუქმდა მარტივად გაგეცდა ამაზე პასუხი. სხვა რა რა წარმოგიდგენიათ? დღეს ამ დღევანდელ შეხვედრაზე ხო არ არის ეს იმის ნიშანი, რომ დაპირისპირება ქართულ ოცნებასა და პრეზიდენტს. რატომ არის პრეზიდენტი?
პრეზიდენტმა ორჯერ გადადო, ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, ის შუებულებაში ხო ელოდებოდნენ, გუშინაც ოფიციალური განცხადება გაკეთა, თუმცა დღეს უარი თქვა არ ჩამოვიდა და განმარტებაც არ გაუწევთ. ეს არის მიუხედავად იმისა, რომ იყო ინფორმაცია, რომ და მოდიოდა. პრეზიდენტ შორის დაპირისპირება, არსებული ინფორმაციით უკვე ძალიან დაიძაბა თქვენ შორის ურთიერთობა, თქვას არც მე ესეთი სიტუაცია მოვისმენო დემარში იყო პრეზიდენტის ხენა. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორ შეიძლება პრეზიდენტს ჰქონდეს დემარში მისივე დანიშნული კანდიდატის ნება? არა, კანდიდატი არა, მიმოწოდები ერთი არა. უკაცრავად, ერთი წამი. კითხვა დავსვით, ხო? მან წარმოადგინეს კანდიდატი, პარლამენტთან ხარი დაუჭირა, ეს მისი კანდიდატის არჩევა იყო. თუ რამე ეჭვგეპარება, მას შეიძლება რამისკენ აქ ქონდეს, ჯობია მას არანაირი კონფლიქტი არ არსებობს. პრეზიდენტს უფლებაც არა აქვს. ბალანსი დაარღვიაო, გიორგი ველსკი მასე შეაფასა მისი განცხადება და თქვენ როგორ ფიქრობთ? ბალანსი დიახ, დიდი ბოდიში დავასრულე. არა, კითხვაც დაგისვით აქვე, იმიტომ რომ ამ საკითხს შემდეგ გამიწი კითხვა. მე რომ არ გაგვეკცეთ, ამიტომ მკითხეთ. არის დიახ, გისმენთ. თქვენ მე ადრე ჩამოგიწვიეთ ჩემთვის ინტერვიუ სამე გავჩეულობ. ზოგადად ეს არის იყო ძალიან გთხოვ პატივისცემით გამოიყენეთ ერთმანეთის მიმართ პირველ თან მაგზავში შეიძლება დიახ. დიახ, გისმენთ. თუ გაქვთ ინფორმაცია ამიტომ პრეზიდენტის მხრიდან ეს რომ პარტიული ღონისძიება იყოს, მართლა შეიძლება ვიღაცას გაჩვენოს უჭირო, რომ ხომ არ არის ეს რაღაც დემარშიან კონფლიქტის მიზეზი, რატომაც ეს არის საკონსტიტუციო სასამართლო, არ არის პარტიული ორგანო და ორგანიზაცია, რომლის წინააღმდეგ შეიძლება გარკვეული რაღაც დემარში განახორციელო, მით უმეტეს, როდესაც შენი წარდგენილი კანდიდატი მიჩნევა. მან ალბათმა პრეზიდენტმა ალბათ ვერ შეძლო ჩამოწვა, ეს მას უნდა ვკითხოთ. მე ნამდვილად ვერ ვიტყვი ამაზე მიზეზი რა არის, ფაქტია რომ მე პირადად საჭირო ყოველთვის მაგთან კომუნიკაცია და არანაირი კონფლიქტის საფუძველი არ არსებობს. შენიშნა რატო ჩაიწერა ბატონ გახალ შენიშნა რატო ჩაიწერა ბატონ გახალ ღონისძიება გრძელდებაში. მე რა გაგრძელდეს ღონისძიებაში. ბატონ გახალ შენიშნა რატო ჩაიწერა ვიზა ლიბერალიზაციის მონიტორინგის ანგარიში მოსამართლეების დანიშვნაზე. არ ვიცი, შეგიძლიათ არჩენ კითხოთ და არჯერ რომ გიპასუხოთ, რომ ანგარიში ჯერ არ წამიკითხავს და როგორც მიწავიკითხავ, ნამდვილად გაგცემ პასუხს. ბატონო კახა. სიტყვას აქვს მნიშვნელობა. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სამწუხაროდ ისეთ ცუდად იყო გადმოთარგმნილი, ვიღაცა მითქვა, რომ ამერიკელები იკრძალავდნენ თავის მოქალაქეებს საქართველოს შემოსვლას, რაც იყო ძალიან დიდი ტყუილი და არასწორი ნათარგმნი და ამას ბევრი პოსტიც მიეწყნა. ამიტომ თუ დამიტოვებთ უფლებას, რომ მე გავისწრო ანგარიში და შემდეგ გავაკეთო კომენტარი, მაგრამ გაეროს რეზოლუციაზე რა სიტყვით აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ბატონ კახა, ანჩის ხატის გაეროს რეზოლუცია აგვისტოს ომთან დაკავშირებით ბატონ გახალ. მნიშვნელოვანი ანგარიში ასე რა ლექსო ნამდვილად გავიცნობ ეს და შემდეგ მექნება საშუალება რომ გაგცეთ პასუხი. მე პირადად ჯერ ის არ წამიკითხავ, შესაბამისად შეუძლებელია გავცეთ კომენტარი იმასთან დაკავშირებით, რაც არ წამიკითხავს და თვითონ სიტყვას აქვს მნიშვნელობა, როდესაც გავს ანგარიშებზე საუბრობ. გაეროს რეზოლუცია. გაეროს რეზოლუციასთან დაკავშირებით და ზოგადად როგორც თარიღი, რომელიც ახლოვდება არის უმნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და იმ პოლიტიკით, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მშვიდობიანი პოლიტიკით მოვახდინოთ ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია, თქვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ და ხაზს გაუსვავ, რომ საქართველოს პარლამენტში მოხდა რეზოლუციის მიღება, რომელიც მრავალპარტიული არის, რაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, როგორც შემუშავების ნაწილში, ისე ხარდაჭერის ნაწილში, კენჭისყრას გულისხმობ, რაც პირველ რიგში ხაზს უსვავს იმ მნიშვნელოვან ერთ-ერთ თავარ პრიორიტეტს, რომელიც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაცია მოხდეს იმ მშვიდობიანი პოლიტიკის გზით, რომელსაც ჩვენ ვატარებთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების დახმარებით და დარწმუნებული ვართ, რომ შედეგსაც მივახცევთ ამ. ბატონო კახა, ჩემი შეკითხვისთვის არ გიფასუხია. ტერიტორიებზე რუსეთის მოქალაქეობის მიღების პროცედურები გაამართლა. მას უნდა ველოდოთ და რა შეიძლება დაუშვების პიროს საერთოდ არ მაქვს ქვეყნის პოლიტიკაზე საუბრის მაგრამ ეს ჩვენზე აისახება ძალიან მარტივი არის რუსეთის ვალდებულებები, რომელიც არის არამხოლოდ ჩვენთან გადაგებული მიღწეული შეთანხმებების საფუძველზე, არამედ სტრასბურგის ადამიანთა სასამართლოს გადაწყვეტილებით და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რომელიც ვალდებული არის ეს შეასრულონ, გაიცვან მათი ვალდებულებები, აღებული ამ შეთანხმებებით და შემდეგ უკვე განახორციელონ გარკვეული ყანწილები უმეტესად საერთაშორისო ასპარეზზე სულ თამის. ხო, მაგრამ მოცემულობა არის ეს, რომ რუსეთი აკეთებს ამას. რა შეიძლება დაუფიქსიროს ქართულ მხარეს? თქვათ, მიღებულ ტერიტორიებზე
ყველაფერი მიიღოს ამას ეხება ის პოლიტიკა, რომელსაც ჩამახორციელებს ნამდვილად შეძენს, რაც პირველში გულისხმობს მშვიდობიანი გზით ჩვენი პარტნიორების საერთაშორისო ორგანიზაციების და საერთაშორისო საზოგადოების დახმარებით ჩვენი ტერიტორიების დეპუტატებს. ბატონო კახა, ჩემ შეკითხვაზე არ გიპასუხია. ბატონო კახა, ასევე ანჩის ხატის ხატთან დაკავშირებით გაინტერესებდა. ბატონო კახა, ერთი წამი. არ ვიცი, რატო? არ ვიცი. ჩოლოიაზე არ ხსნილია და დღეს გავა. გაათავისუფლეს დღეს არ ვიცი, არ მახსენდება. გაუნცდები რომელიც კახა. ანჩის ხატის ხატთან დაკავშირებით. შეიძლება დაგვესწრებინოთ შეკითხვა. ბატონო კახა. ბატონო, შეკითხვები. სამწუხაროდ ვერ დავუსვით ჩვენი შეკითხვები პარლამენტის თავმჯდომარეს, რომელიც დღეს ესწრებოდა ფიცის დადების ცერემონიალ საკონსტიტუციო სასამართლოში. მე ყავიცები რომ გავესაუბროთ ასევე ახალ მოსამართლეს გიორგი თევდორაშვილს, რომელიც ცოტა ხნის წინ დადო ფიცი. ის პრეზიდენტის კვოტით არჩეული მოსამართლეა, თუმცა თავად პრეზიდენტი დღეს არ დასწრებია ფიცის დადების ცერემონიალს. თუმცა ოფიციალური მიზეზი რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ცერემონიალს არ იგულისხმება. კამერა აღებულია რომ ესეც არ იყო გათვალისწინებული. ვიცი რომ არ იყო, მაგრამ რა ლაივში ვარ ბოდიში და რო ჩავწეროთ ახალი მოსამართლე რამოდენიმე შეკითხვით. უნდა დაელოდო მაშინ შიგნით არიან შესულები. რო გთხოვოთ რომ გამოვიდეს რამოდენიმე წუთით, რო ჟურნალისტები ველოდებით და რო გთხოვოთ. არა მგონია. მე შევალდა მიწერი, ხო და გავაკეთე. კარგი, მაშინ ცოტა ხანი დაგელოდებით, ხო თუ მოვახერხეს, ვიდრე სხვა ჟურნალისტებიც ელოდებიან. მადლობა. შეთხოვეთ ახალ მოსამართლეს, რომ გამოვიდეს, მაგრამ ბუნებრივია მასის შეკითხვები არსებობს. გიორგი თევდორაშვილი დანიშნეს დღეს 5 აგვისტოს ის პრეზიდენტის კვოტით არჩეული მოსამართლეა და იქნება საკონსტიტუციო სასამართლოში 10 წლის განმავლობაში. საკონსტიტუციაში როგორც მოგხსენებათ, სულ არის 9 მოსამართლე. მათგან 3-ს ნიშნავს საქართველოს პარლამენტი, 3-ს პრეზიდენტი, ხოლო 3-ს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე და პრეზიდენტის კვოტით არჩეული მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი, მან ჩაანაცვლა თამაზ ცაბუტაშვილი 2011 წელს დანიშნა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და გავიდა უკვე მისი უფლებამოსილების ვადა და შემდეგ 10 წლიანი ვადით უკვე შემოვიდა სასამართლოში გიორგი თევდორაშვილი. ის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია, იურიდიული ფაკულტეტის ერთ-ერთი ლექტორი და კითხულობს ლექციებს საკონსტიტუციო სასამართლოში. ასევე იყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატი 2019 წელს, ანუ 2 წლის წინ, თუმცა ვერ გახდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლე და გახდა საკონსტიტუციო მოსამართლე პრეზიდენტის კვოტით. თავად პრეზიდენტი არ დასწრებია დღევანდელ ღონისძიებას, დაგეგმილი და გათვალისწინებული იყო, რომ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრებოდა ღონისძიებას საკონსტიტუციო სასამართლოში, მაგრამ ღონისძიების დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ცნობილი გახდა, რომ ის ღონისძიებას ვერ დაესწრებოდა. ჩვენ ვკითხეთ პარლამენტის თავმჯდომარესაც კახაბერ კუჭავას, რატომ არ ესწრებოდა ღონისძიებას პრეზიდენტი, მაგრამ თქვა, რომ ამის შესახებ უნდა ვკითხოთ თავად პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას და მისივე თქმით პარლამენტის თავმჯდომარის თქმით არავითარ დაპირისპირებას ადგილი არ აქვს ხელისუფლებასა და სალომე ზურაბიშვილს შორის. თამარ, ხერ ხდება გასაუბრება მოსამართლესთან? როდის გამოვა? როდის გამოვა? ასევე სხვა მოსამართლეებს ლაივში ვარ და ამიტომ ვჩქარობ. კი, ლაივში ვარ და ამიტომ მე გითხარით რომ ლაივი იყო წინა შემთხვევაშიც. ამიტომ ხო ხდება რომ თავმჯდომარის გავისაუბროთ ან ახალ მოსამართლეს ან რომელიმე სხვა მოსამართლეს. გავარკვე. ღონისძიება ამ წამს დამთავრდა, ლაივში ვარ ოფიციალურად გეუბნებით, ამ წამს დამთავრდა, გავარკვევ და ოფიციალურად გაგცეთ მასს. როდის გეცდები მას? აი, ველოდები. კარგი, თუ მოხდება მაშინ ძირითადი ნაწილი არ დამთავრდა. ოთახში არიან სათათბიროდ, იმიტომ რომ გრძელდება ღონისძიება სათათბიროდან. ანუ ეს თათბირი რატო არის დახურულ კარს მიღმა? დახურულ ისეთ თათბირია ის არ არის რომ თათბირი იყოს. ღონისძიება. ყველა შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარეც, აბა ვინ, მოსამართლეები მხოლოდ? ხო, მარტო მოსამართლეები. ხო და მათ დიდი დრო ექნებათ კიდე თათბირისთვის და რახან ღონის კარგი, დაგელოდებით კიდევ ერთხელ მაშინ გეუბნებით, იმიტომ რომ გვაინტერესებს ახალი მოსამართლეს პასუხები. ასევე ბატონი მერაბიც თუ მოახერხებს რომ გაგვესაუბროს. კარგით, მადლობა.
ეს იყო საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი საკონსულტაციო სასამართლოში. ჩვენ ჯერ კიდევ აქ ვართ, მაგრამ როგორც ჩანს, არ ხერხდება გასაუბრება მოსამართლეებთან. მოსამართლე ახალ მოსამართლე ფიცი დადო და ამის შემდეგ ის შევიდა სათათბირო ოთახში, სადაც ჟურნალისტებს არ გუშვებენ, როგორც ჩვენ ახლა გვითხრეთ ადგილზე თათბირობენ მოსამართლეები ახალ მოსამართლესთან და როგორც სასამართლოს თავმჯდომარემ, ასევე სხვა მოსამართლესთან, ასევე ახალ მოსამართლესთან გასაუბრება და კონკრეტულ კითხვებზე პასუხის მიღება ჯერჯერობით ვერ ხდება. ასევე კითხვების უმრავლესობა უპასუხოდ დაგვიტოვა პარლამენტის თავმჯდომარემ კახაბერ კუჭავამ, ჩვენ მას რამდენიმე შეკითხვა გქონდა. ის დღეს ესწრებოდა ფიცის დადების ცერემონიალს საკონსულტაციო სასამართლოში, მაგრამ მან უპასუხოდ დატოვა ჩვენი პრაქტიკულად ყველა შეკითხვა. თავდაპირველად კი გითხრა, რომ მე არ გაურბივარ შეკითხვებსო, მაგრამ საბოლოოდ ის დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა ძალით აღარ მოგცეს მასთან კითხვის დასმის შესაძლებლობა და ისიც ბუნებრივია გაექცა ამ შეკითხვებს. დღეს იყო გათვალისწინებული საკონსულტაციო სასამართლოში ის, რომ დაესწრებოდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ ღონისძიებას, მაგრამ ცერემონიალის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგო, რომ პრეზიდენტი არ ესწრებოდა ამ ღონისძიებას, თუმცა ამ დრომდე არის უცნობი მიზეზი, თუ რატომ არ დაესწრო პრეზიდენტი ფიცის დადების ცერემონიალს, მით უფრო მაშინ, როცა საუბარია პრეზიდენტის კვოტით დანიშნულ მოსამართლეზე, გამწესებულ მოსამართლეზე. ეს არის მოსამართლე გიორგი თევდორაშვილი, რომელიც პრეზიდენტის კვოტით აირჩიეს საკონსულტაციო სასამართლოს წევრად. საკონსულტაციო სასამართლოში 9 მოსამართლეა, მათგან 3-ს ნამწესებს პრეზიდენტი, 3-ს ირჩევს პარლამენტი, ხოლო 3-ს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. მოსამართლეების უფლებამოსილების ვადა არის 10 წელი. გიორგი თევდორაშვილმა ამ შემთხვევაში ჩაანაცვლა თამაზ ცაბუტაშვილი, რომელიც 10 წელი იყო საკონსულტაციო სასამართლოს წევრი. თუ მოხერხდება რომელიმე მოსამართლესთან გასაუბრება და ჩვენ მივიღებთ მათგან პასუხს, საოცრად დაგიბრუნდებით და მოგეცნით ამ ინფორმაციას. დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. ეს ბათუმელების ლაივი იყო. მადლობა დროებით.